3-2-1-0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ და დღეს მე მაქვს სამეჯლისო ცეკვების კონკურსი. პირველი შეჯიბრი ნიკოლის ცხოვრებაში. დარჩით ჩვენთან მთელი დღე. ჩვენ ყველაფერს მოგიყვებით, რადგან მართლაც ძალიან საინტერესოა. ნიკოლ, ახლა პირველი რაც უნდა გააკეთო არის მაკიაჟის გაკეთება. ამას ნათლად გააკეთებ, რაც შეეხება ტანვარჯიშს. ახლა ყველა იფიქრებს, რა თქმა უნდა, ეს სპორტის ნათელი და მაგარი სახეობა, მაგრამ არა, ჩემს კატეგორიაში თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან ის უბრალოდ არ შეგიძლიათ. დიახ, 12 წლამდე არ შეიძლება. ისე შესაძლო მაქსიმუმია ტუჩსაცხი და წამწამები. მაგალითად ბრჭყვიალები. პასტელური ჩრდილები. ამიტომ გირჩევ წახვიდე მაკიაჟი გაიკეთო ნიკოლ და მე გადავიღებ ცოტას როგორ აკეთებ მას. და ნიკოლ, მინდა და მეკითხა, სად ხარ დღეს გამარჯვებისთვის? დიახ, ცოტა ნერვიულობ, მაინც პირველი კონკურსია. და ჩვენ არაფერი ვიცით. მაგრამ თავს საკმაოდ თავდაჯერებულად გვხსნობ, რადგან ეს ცეკვებია. ეს ის ცეკვებია, რომელიც ნიკოლმა ასეთ მოკლე დროში შეიყვარა. გირჩევთ მოიწონოთ ვიდეო ყველგან, ვინც მხარს უჭერს ნიკოლს. წავედით! სახლიდან უკვე გავედით, ნიკოლმა კაბა აიღო. შეგიძლიათ ცატეთი შეხედოთ და ნახოთ კაბის ფერი. ნარინჯისფერია და გვექნება ნარინჯისფერი საყურეები. ოღონდ პატარა საყურეები, გრძელი აკრძალულია. აი, დაახლოებით ასეთი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვიყიდეთ ყველაზე პატარა ნარინჯისფერი საყურეები. აბა ნიკოლ, ვარცხნილობას გაიკეთებ? ვარცხნილობა საჭიროა, მაგრამ აკრძალულია, რომ ჩვენ თვითონ გავიკეთოთ. ან თუნდაც სილამაზის სალონში? არა, არ შეგიძლიათ, სტილისტთან უნდა დანიშნოთ შეხვედრა. სტილისტები, რომლებიც იქნებიან კონკურსზე. დიახ, ერთი კვირით ადრე ჩავეწერეთ სტილისტთან. დედა, მაინც უნდა შევეჩვიოთ, ამას ქვია ტურნირი და არა შეჯიბრი. ესე იგი, უნდა შევეჩვიოთ, ჩვენ მივდივართ ტურნირზე. ჯერ ჩაწერილები ვართ სტილისტთან. მწვრთნელი ირჩევს თმის ვარცხნილობას. გულისხმობ, ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ და თუ არ ვცდები, მთელი სეზონი მოგიწევს იგივე ვარცხნილობით გასვლა. ნიკოლ, ახლა შენ უკვე ნერვიულობ, არა? ნიკოლი ნერვიულობას იწყებს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. მან ტუჩები შეიფერა, ძალიან ნაზი მაკიაჟი გაიკეთა. ხედავთ, თითქმის უხილავია. ჩვენ დღეს თითებს ვაჯვარედინებთ, კარგი იღბლისთვის. ახლა ფეხით მივდივართ და დარბაზს ვერ პოულობთ. მე ნამდვილად ვნერვიულობ, რადგან ჯერ კიდევ უნდა გავიკეთო ვარცხნილობა. არ ვიცი მოვახერხებთ თუ არა, მაგრამ თუ ვერ მოვასწარით, მაშინ ტურნირზე არ დამიშვებენ. ამიტომ ძალიან ნერვიულობ. გაიქეცი. სად იქ ვერ ვიგებ? ჩვენ მოვასწარით, დიდი ალბათობით ვიცეკვებ. რომელ განყოფილებაშია მაგიდან დაჯავშნილი? მეორე. აქ ვყიდულობთ ბილეთებს რომ შევიდეთ. ისევ ხელავ, ისე მეშინია ვერ წარმოიდგენთ. დარბაზში როცა შევედი და ყველაფერი სულ სხვანაირად წარმოვიდგინე. მოკლედ მოვედით. ახლა სწრაფად გამოვიცვლი ვარცხნილობა და წავედით. დედა, აჩვენე ვარცხნილობა. ასეთი ვარცხნილობა უნდა გქონდეს. მეც მაჩვენე. დამაგვიანდა, მაგრამ თმის გასაკეთებლად დრო გვაქვს. ასე რომ შეგაშინე, რა თქმა უნდა. კი თუ არა, მოკლედ დაწერეთ კომენტარებში. მეგობრებო, ეს ჩვენი კონკურსის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში, ვისთვის ვიყიდე ეს თაიგული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, ნიკოლის ნომერი, საჭიროა მისი ლამინირება. როგორ ფიქრობთ, სად გავაკეთებ ამას? რა თქმა უნდა, ყველაფერი აქ არის, დაგეგმილია. ნომრის ლამინირებას აქვე გავაკეთებ. ხელები მიკანკალებს. მე ნამდვილად ვიყელავ მის გამო. ეს მისი პირველი სამეჯლისო ცეკვების კონკურსია კიევში. ეს ფაქტიურად დავასრულე, ხელები მიკანკალებს.
ყვავილები აქ არის, ნომერი ლამინირებულია. მოდი ვნახოთ რა ხდება ნიკოლთან და ასევე ჩვენ გვჭირდება ფოტოების შეკვეთა, რასაც ახლავე გავაკეთებთ. შეგვიძლია თქვენთან ფოტოების შეკვეთა? ჩვენ მეორე განყოფილებაში ვართ, ნომერი 112. მე თითქმის მზად ვარ. Bau! სხვათა შორის კონკურსისთვის მისაღებია მხოლოდ თეთრი ფეხსაცმელი და წინდები. როგორც შეამჩნიეთ, მე მაქვს ნარინჯისფერი კაბა. იმიტომ საყურეებით კაბის ფერს მოვარგე. ძალიან უხდება, არა? და ისინი უნდა იყოს პატარა. შეხედეთ, როგორი საყურეები ავარჩიე. 40 გრინად ვიყიდე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. პარკეტზე ფეხსაცმელი არ უნდა სრიგალებდეს, ამიტომ ფეხსაცმელი ფუნჯით უნდა დავამუშაოთ. ასეთი არ გვაქვს, ამიტომ ვიყიდით. ყველაფერი მოსახერხებელია, ყველაფერი რაც გჭირდება, ადვილად შეიძლება შევიძინოთ. გამარჯობა, შეიძლება ფეხსაცმელის ფუნჯი? თქვენს წინაა? აქ ჩემს წინა რა? და რომელია საუკეთესო? ეს არის საუკეთესო. ეს ხომ? მოკლედ, ჩვენ გვაქვს ფუნჯი, წავიდეთ ფეხსაცმელი დავამუშაოთ. და ეს არის მწვრთნელი კაცია, რომელიც ჩვენს ფეხსაცმელს ამუშავებს, რადგან მე არ ვიცი როგორ გავაკეთო. ახლა კი გველუკას გავაკეთებთ. ეს ისეთი პატარა რაღაც არის, თავზე მაგრდება სიღრმიდან. არა, აქედან არამედ სიღრმიდან. სამწუხაროდ საყურები ძალიან კაშკაშაა, ამიტომ უნდა მოვიხსნა. კონკურსის წესების მიხედვით ეს დაუშვებელია. ახლა კი გავიქეცი. მწვრთნელისგან ინსტრუქციები მივიღე, ამიტომ ახლა პარკეტს გამოვცდი და ისე გავალ. ნიკოლის მწვრთნელი. ახლა ვხურდებით ჩვენი ლამაზმანი ნიკოლი ჩვენს თავარ შეჯიბრებამდე გვხვდება. ბუმ! ახლა მაინც შეგაშინე? მოვკვდები, მხოლოდ გახურებით უკვე ძალიან დავიღალე. თქვენ იცით ეს როგორ ჭიმავს სახეს და თმას? თითქოს ვიღაცამ თმაზე რაღაც დამაკრა. გამიშერდა და ახლა ვეღარც ვამოძრავებ. აი თითქოს რაღაც ძალიან მიჭერს თავზე. ნიკოლ, გამარჯობა. ჩვენ თქვენი გამომწერები ვართ. ძალიან სასიამოვნოა. გქონდათ უკვე გამოსვლა? არა, ჩვენ ახლა N კლასში ვართ და ცოტაღანში გვექნება გამოსვლა. ახლა კი საზეიმო აღლუმი იქნება და ყველა მონაწილე გამოვა. რაც უფრო ახლოს არის გამოსვლა, მით უფრო საშინელია. გული მიცემს და ვნერვიულობ. ზურგი გაისწორე. ვერაფერს ვიგებ, ახლა აღლუმი გვაქვს და შემდეგ გამოსვლა. მეგობრებო, ეს ჩემი პირველი სამეჯლისო ცეკვის კონკურსია, ამიტომ მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. და ყველაზე კარგი რაც შეგიძლიათ გააკეთეთ, ჩემი არხის გამოწერაა. შეუერთდით მის ნიკოლის ოჯახს. თქვენთან ერთად გადავლახავთ უამრავ სირთულეს და შეჯიბრებას. გამოიწერეთ არხი. ვალსი.
კატეგორიაში გამოვედი. მართალი გითხრათ, უკვე კვდები და არ ვიცი როგორ ვიცეკო ჯაივი. მოკლედ, საცეკვაოდ გავედი, ნომერი 112 გავიგე. გამარჯობა, ნიკოლი ხარ? დიახ, მითხრეს რომ ნომერი 112 არ ცეკვავს. შევედი საცეკვაოდ და გამომაგდეს იქედან. ხანდახან მგონია რომ კატია მომკლავს. მართალი გითხრათ, არ ველოდი რომ ნიკოლი საცეკვაოდ წავიდოდა. როგორც ჩანს, ვერაფერი შეეჩერებს მას. მას უფრო და უფრო სურს ცეკვა. და ასევე მქონდა ისეთი შემთხვევა, წვრთნელს დაუძახეს. მე კი ვიფიქრე, რომ ნიკოლმა რაღაც დააშავა და ნერვიულობდი. მაგრამ იმისთვის დაუძახეს, რომ მეთქვათ, არ ჯეროდეთ, რომ ნიკოლმა პირველად იცეკვა. გონი ახლა ჩემი ჯერია, იმედია ამჯერად არ დავიბნევი. ისევ არასწორ დროს გამოვედი, მაგრამ მეორე შესვლაზე ვცეკვავ. არა უშავს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მე დავამტკიცე, რომ პირველად ცეკვავ. უკვე ყველამ დაიმახსოვრა ნომერი 112, ყველაფერი კარგადაა. რატომ? პირველად დამიძახეს, რადგან არ სჯეროდათ, რომ პირველად იცეკვე. გადაამოწმეს პროგრამა. ეს იყო ჩემი პირველი შემთხვევა. რაღაც კარგად ვიცეკვე მიმართლებს. Falsi. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ყველა ცეკვა შევასრულე. ჩემთვის ის საუკეთესოა, ამიტომ ველოდებით პრიზს. მოიცადეთ, კატია სად არის? რუსლან, კატიას ვერ ვპოულობ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ახლა დაჯილდოებაა და მე ვერ ვპოულობ ჩემს მწვრთნელს. სერიოზულად ვამბობ, კატია სად არის? ძვირფასო მონაწილეებო, გეპატიშებით საზეიმო ახუნზე. პირველი ადგილი. პირველი ადგილი. ულოცავ ყველა ფინალისტს, წინ ბევრი გამარჯვება ქონოდეთ. ნიკოლმა 2 ოქრო მოიგო, 2 პირველი ადგილი. პირველი, მოდით წავიდეთ ყვავილებისთვის. მოკლედ 2 ოქრო მოვიგე და თუ მე დამასახელეს ბოლოს და ეგეც ეს ნიშნავს, რომ ყველა ფინალისტს ვაჯობე. ეს არის საუკეთესო შედეგი. მე მაქვს 2 ოქრო, 2 ოქროს მედალი. ორი პირველი ადგილი. ფიქრობენ, რომ მოვიგებდი, მაგრამ 2 ოქროს მედალს არა. მე მჯეროდა შენი. კატეგორიაში ვაჯილდოვებთ ნიკოლს. სამი 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ.